ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას პოლიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასებები. შეეხება მაკაბოჯორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ოცნების პოლიტიკას, ზოგადად ალბათ ჯობდა, რომ მათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დაზიანების ნაცვლად ეზრუნათ იმაზე, რომ ეს ურთიერთობები პირიქით უფრო მაღალ ეტაპზე გადასულიყო, მაღალ დონეზე გადასულიყო, მაგალითად ისეთ დონეზე, როგორც არის დღეს უკვე ჩვენი მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობა, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ოცნებამ სრულიად საპირისპიროდ რამ გააკეთა ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ დააზიანა ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეხლა დღეს ეს ვითარება, რა ვითარებაში სამწუხაროდ არის ქვეყანა, ნამდვილად არ არის გასაკვირი. გაერთიანებული სამეფოს ელჩის დაბარება არის კომიკური ცირკის გაგრძელება, რასაც ქვია ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნაცვლად იმისა, რომ ამ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზანი და ამოცანა აღესრულებინა, ნაცვლად იმისა, რომ ინვესტიციები შემოეტანა, ნაცვლად იმისა, რომ ევროპულ კავშირთან ეწარმოებინა ადეკვატური ურთიერთობები და განახორციელებინა საქართველოს კონსტიტუციით მასზე დავალებული ფუნქციები, ბოჭორიშვილმა ეს სამინისტრო აქციას სამარცხვინო კანტორად, რომელიც ხან ერთ დიპლომატს ებლატავება და ხან მეორეს. ამ შემთხვევაში ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა კი არ აქვს, რომ მისგან ჩვენ რაღაცა ჭეშმარიტების აღიარებას მოვისმენთ. ეს არის სახელმწიფოს მიერ განცხადებული აქტი, რომ თავდასხმა სუვერენიტეტზე და მედიის თავისუფლებაზე საქართველოსათვის მიუღებელია. ის, რაც მისაღები არის მათთვის, პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება ან სხვადასხვა ქვეყნებში მედია საშუალებების აკრძალვა და ბევრი ქვეყანა ამას ჩუმად და ასე ვთქვათ ენთუზიაზმითაც კი ხვდება, მიუღებელია საქართველოსათვის. ფაქტი არის, რომ ბრიტანეთის ელჩი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ. ვინაიდან არანაირი რა თქმა უნდა არგუმენტები და ახსნა განმარტება მათი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ისმის, რაც კიდევ უფრო მეტად უმძაფრებს ქართულ საზოგადოებას უსამართლობის განცდას. და როდესაც ჩვენ ხედავთ ასეთ უხეშ უსამართლობას, რა თქმა უნდა ერთიანი მტკიცე პოზიცია ექნება ქართულ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხარო არის, რომ ფაქტობრივად ბრიტანეთის ბიუროკრატიამ დღეს ჩაანაცვლა ის სპეცრაზმი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა იმედში იმ მიზნით, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო ჩვენს ქვეყანაში. ვერანაირ, ასე ვთქვათ, სოლიდურ ახსნას და სოლიდურ არგუმენტს ეს მათი ჩამოწერილი მიზეზები ვერ გაუძლებს. შესაბამისად, ჩვენ აქედან გამომდინარე, სწორედ მათივე ახსნიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა. სხვათა შორის, რაშიც მათ ადანაშაულებდა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და რაც მათ იუკადრისეს, ეს არის კონკრეტული და ძალიან ნათელი მაგალითი, მცდელობა კონდეს, რომ შეეზღუდოს თავისუფალი სიტყვა.